თბილისის მერიის ინიციატივით ძალიან მალე 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ევროპის ახალგაზრდული ბარათით ისარგებლონ. ბარათი ევროპის 40 ქვეყანაში 9.300.000 ახალგაზრდას აერთიანებს. გარდა ამისა, ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის მასშტაბით 25,000-ზე მეტ ობიექტზე ფასდაკლებით ისარგებლონ. თემაზე სასაუბრად შემოგვიერთდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. დილომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. დილომშვიდობისა, მე ვისალმები მაყურებლებს. მადლობა დღევანდელი თქვენი დათმობილი დროისთვის. საკმაოდ საინტერესო პროექტია ბატონო ირაკლი, მაგრამ გარკვეულწილად, როდესაც კახა კალაძემ ამ ბარათის შესახებ ისაუბრა და წარუდგინა საზოგადოებას, ინფორმაცია ჩვენი მაყურებლების ნაწილმაც მოისმინა. თუმცა, მათ ვისთვისაც ეს სიახლეა, ან ვისაც რაიმე კითხვა დარჩა, მოკლედ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავფაროთ ახლა. საინტერესოა, რას წარმოადგენს და როდიდან იქნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ აი ამ ბარათით უკვე სტუდენტები. ახალგაზრდებისთვის მართლა ძალიან საინტერესო თემაა, ვინაიდან წლების განმავლობაში ესეთი ტიპის ახალგაზრდული პროდუქტი ხელმიუწვდომელი იყო ახალგაზრდებისთვის. ევროპაში დიდი ხანია ეს ბარათი არსებობს, უკვე 40-მდე დაახლოებით 40 წელია, რომ ამ ბარათის ესე ვთქვათ მოძრაობა არის ევროპაში, ხდება მისი გამოყენება და რა თქმა უნდა წლებია ძალიან ბევრი პარტნიორი ემატება მას. 25,000-მდე ფასდაკლებას მოიცავს ეს ბარათი და დაახლოებით 9 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და გაწევრიანებული ამ ახალგაზრდულ ბარათში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია რა. წარმოშობა არის თავად ევროპული, ბრიუსელში არის დაფუძნებული ბარათის მმართველი ორგანიზაცია და ეს არის საერთაშორისო ტიპის პროდუქტი, რომელიც ოპერირებს 40-მდე ქვეყანაში თავისი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით და ეს შინაარსი თავად ცხადყოფს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და რა თქმა უნდა ქართველებსაც გვექნება შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეს ბარათი და ვემზადებით იმისათვის, რომ მოხდეს ამ ბარათის, ასე ვთქვათ, მიწოდება მოქალაქეებისათვის და სასწავლო წლის დაწყებას დაემთხვევა ეს თარიღი? ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოს ბანკთან ერთად დავიწყეთ სამზადისი. ეგ სამზადისი გულისხმობს, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ უფრო საუბარია ნოემბერში, იმიტომ რომ აქ უკვე გარკვეული ტექნიკური სამუშაოებია პროგრამული კუთხით, რომ საქართველოს ბანკის ციფრული ბარათი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს ევროპული ახალგაზრდული, ევროპის ახალგაზრდული ბარათი მოხდეს მათ დაინტეგრირება და ადამიანმა ისარგებლოს ორივე სერვისით, ვისაც ექნება ციფრული ბარათი. შესაბამისად, გარკვეული დრო ჭირდება, ტექნიკური ტიპის დრო ჭირდება, შემდეგ ტესტ რეჟიმი და სავარაუდოდ ალბათ ნოემბერში უკვე ეს ყველაფერი იქნება შესაძლებელი და ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი ბატონო ირაკლი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდა სტუდენტი, რომ მიიღოს ეს ბარათი? მაგალითად, მე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი 29 წლის. მექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ავიღო ეს ბარათი მაშინაც კი, თუ უბრალოდ რამდენიმე დღით ევროპაში სამოგზაუროდ გავეგზავრები? თქვენ ნამდვილად გამოიყენებთ აღნიშნულ ბარათს. თუმცა აქ სტუდენტური სტატუსი არ არის აუცილებელი, აქ უბრალოდ 18-დან 30 წლამდე ადამიანი ახალგაზრდა გამოიყენებს აღნიშნულ ბარათს, მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის სტატუსი აქვს, ასე შემდგომ. თუ გექნებათ საბანკო პროდუქტი, ავტომატურად გააქტიურებთ ასევე დამატებით ახალგაზრდული ბარათის სერვისაც და მიბული გექნებათ ეს ყველაფერი ერთ ბარათზე და კიდევ უფრო მოსახერხებელია ესეთი ტიპის პროდუქტი, როცა არ ვატარებთ ძალიან ბევრ ბარათს და ასე შემდგომ გარკვეულ დისკომფორტსაც რომელი ბარათი გჭირდება. კარგავთ ხოლმე და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეს უფრო კომფორტული ვერსია, ის მუდამ ჩვენთან იქნება და ეს იქნება მუზეუმები, ეს იქნება მგზავრობა, ხო, აი რაღაც ფრენა, ეს იქნება სპორტ კომპლექსები, კი, სპორტ კომპლექსები, ავიცი, თეატრები, ძალიან ბევრი კვება მათ შორის. საფეხბურთო მატჩები? საფეხბურთო მატჩები არ მახსოვს. ჩვენი ნაკრების წარმატებებიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის, ჯერჯერობით არ არის. გონი არ არის და
შეიძლება ეგეც დაემატოს. ეხლა მარტო ეს არის უკვე ევროპული ფაზდაკლები ევროპის მასშტაბით და უცხოელი ვიზიტორებიც როცა ჩვენთან ჩამოვლენ, ისარგებლებენ ამ ფაზდაკლებები და ჩვენც რო ჩავალთ ევროპაში იმ ერთიანი ქსელის წევრები ვიქნებით და იქაც ვისარგებლებთ აღნიშნული ფაზდაკლებით. ბატონო ერკლი, თუ არის შესაძლებელი რომ ერთი და იგივე ობიექტზე რამდენიმეჯერ გამოვიყენოთ ეს ბარათი, იმიტომ რომ აი მაგალითად თუ კინოთეატრში მივდივართ ან რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე და შევიძინეთ ბილეთი, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა რომ კიდევ დამატებით ამ ბარათით შევიძინოთ ბილეთი? კი, შესაძლებელია ესეც. მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ თუ რომელიმე ესეთი ტიპის სერვისი საინტერესო ახალგაზრდებისთვის და ბარათის გამოყენებაც არის მიბმული ამ ყველაფერზე, აქ განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს. ასე რომ ეხლა ვემზადებით უკვე, რომ მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ახალგაზრდებს. საინფორმაციო კამპანიასაც პერიოდულად ჩავატარებთ, უკვე ნოემბერში უკვე მთავარი პრეზენტაცია გვექნება, როცა დავიწყებთ რეგისტრაციას. საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნები, სადაც საბანკო პროდუქტზე არ არის მიბმული ახალგაზრდული ბარათი და ცალკე პროდუქტად არის. მაგრამ იქ, სადაც საბანკო პროდუქტი და ახალგაზრდული ბარათი დაინტეგრირებულია, ბევრად უფრო მოქნილია იქ ეს სისტემა, ბევრად უფრო წარმატებულია და ჩვენ შევეცადეთ გქონდა ამის დრო და საშუალება რომ შეგვესწავლა ეს საკითხი და კიდევ უფრო წარმატებული მაგალითები აგვეღო და გამოვიყენეთ ეს საშუალება. ისეთ რა მაინტერესებს, აი ასეთი დეტალები თუ არის უკვე ვთქვათ ნაფიქრი და შეთანხმებული. ყოველწლიურად სჭირდება ამ ბარათს ვთქვათ განახლება, ანუ ხელახალი რეგისტრაცია თუ გარკვეულ, აი 25 წლის ვარ პირობითად. აპრიორი 5 წლით მეძლევა მე ეს ბარათი თავიდანვე ასეა განსაზღვრული თუ ყოველწლიურად ვააქტიურებ? ხო, ყოველწლიურად შეძლებთ რომ თქვენ ასე ვთქვათ გაუჩიგეძლებათ რა თქმა უნდა როგორც რეგისტრაცია ისე გაუქმებთ და არ მგონია ეგ ვინმეს მომდის მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ახლა მიზეზს თუ რატომ შეიძლება მოხდეს თუმცა რა თქმა უნდა საშუალება ყოველთვის არსებობს ამისთვის და შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ტიპის სურვილის გამოხატვა ამ შემთხვევაში. რეგისტრაცია როგორ მოხდება? რეგისტრაციაც ერთი ვარიანტი რა თქმა უნდა თუ გვაქვს ციფრული ბარათი აქვე ჩვენს მობაილ ბანკში ვაკეთებთ. არის მეორე ვარიანტი რომ თავად იმ ორგანიზაციას ვინც ოპერირებს საქართველოში მუნიციპალური ორგანიზაცია სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი მას დაუკავშირდებით და შეგვიძლია ესე დამოუკიდებლად არსებული ბარათის ფორმითაც ავიღოთ. ამიტომ დავაკვირდებით ახლა ჩვენი ვარაუდი არის რომ უფრო მეტად იმუშავებს საბანკო პროდუქტთან მიბმული ბარათი, თუმცა რა გარკვეული ოდენობა, რაღაც მცირე პროცენტი მაინც შეიძლება იყოს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საბანკო პროდუქტი და მათთვისაც გვექნება შესაბამისად შეთავაზება, რომ ექნებათ ახალგაზრდული ბარათი ესეთი თავისუფალი სახით. უკეთ ყველანაირი ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ კომფორტულად დარეგისტრირდეს ხმარებელი. საინტერესოა მიზანი, იცით, ანუ რა თქმა უნდა ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ როდესაც ფიქრობ აი ასეთი პროექტის შექმნაზე და საკუთარ ქვეყანაში დაანერგვაზე, აი რა იყო თქვენი მიზანი, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? პირველ რიგში თავად აღნიშნულ პროდუქტს აქვს ძალიან კარგი მთავარი მისია, რომ ხელმისაწვდომობა გაზარდოს სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროდუქტებზე, რომლებიც ეხმარება ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში, რაღაც ცოდნის მიღებაში, რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესში, ეხმარება რაღაც ინტერესებში, რაც მას აქვს და გარდა ამისა სოციალიზაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. და ჩვენ გავერთიანდებით იმ ტიპის ასე ვთქვათ ევროპულ სერვისში, რომელიც ყველასთვის საინტერესოა და კომუნიკაციისთვის და ასე ვთქვათ ზოგადად წარმატებებისთვის, ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესეთი
დახვეწილი სრულფასოვანი ახალგაზრდული ბარათი ჩვენთვის ყოველთვის იყო ხელმიუწვდომელი, იყო რაღაც გარკვეული ტიპის სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ბარათები, რომელსაც მსგავსი მასშტაბი და შესაძლებლობები არ ჰქონდა და ეს უკვე ფარავს, ჩვენი ბარათი უკვე ფარავს ყველა ტიპის სერვისს, გართობით დაწყებული, სპორტით დამთავრებული, ხელოვნება, რა ვიცი, ნების მოგზაურობა, კვება, თითქმის არ არსებობს სფერო, რომელსაც არ ეხება და ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობას ნამდვილად გამოვიყენებთ და წელს შემოდგომაზე გავხდებით ერთიანი ევროპული ამ ქსელის წევრები. კი ბატონო, ეს იქნება შესაძლებლობა ევროპაში მოგზაურობის კიდევ ერთი კომფორტული საშუალების თანწარების, ან შეიძლება ელექტრო და მუდმივად ჩვენთან იქნება ეს ბარათი. ისარგებლონ, ასე ვთქვათ, ქართული მუზეუმებით. ჩვენთან მოგზაურობის დროს, ხო? დიახ, ჩვენთან ქართული კომპანიებიც ჩართულია ამ პროცესში. რამოდენიმე ძალიან დიდი კომპანია არის უკვე ჩართული კვების მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ, გზავრობის მხრივ და შესაბამისად ნენელა მატულობს რა ეს კომპანიების და აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და მოუწოდებ კომპანიებს, რომ მათ ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ ტიპის პროდუქტში მათი სერვისი იყოს წარმოდგენილი, შეგვეხმიანონ და ჩვენ შევუწყობთ ხელს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროდუქტის პარტნიორები გახდეთ. დიდი მადლობა. საუბრობდით ევროპის ახალგაზრდულ ბარათზე, რომელიც სარგებლობის შესაძლებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს სულ მალე ექნება. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ჩვენ კი გადავინაცვლებთ ლაშასთან და სალომესთან, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ცოტა ხანში ახალგაზრდული ბარათით.